სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარანეტ.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. ესე იგი მე მზად ვარ, მონდომებული ყველანაირად მზად ყოფნაში და შენ რატომ არ ხარ მზად? მაპატიე. კლეო, ეს მეთევზეთა შეჯიბრია. ჩვენ ხომ ყოველ წელს ერთად მონაწილეობთ. არა, მაპატიე, არ შემიძლია. რატომ? იმიტომ რომ ჟიურიში მამა შენია. არა, იმიტომ რომ თევზეობა ეს წყალთანაა დაკავშირებული. შეიძლება გავიწუწო და კუდი გამეზარდოს, რომელსაც ყველა დაინახავს. წელს როგორც იქნა მოვიგებ და მარტო ვიქნები. მე შემიძლია ამას ვუყურო. თან ეს უკვე ბევრჯერ გამიგია. ხო, მაგრამ წინა წელს ეს არ მქონდა. რა მაგარია. ეს რა არის? უნივერსალური სატყუარა, თავად მოვიფიქრე. ხო, ეს მართლაც უჩვეულოა. გამარჯობა ბატონო სერტორე. რამე გადახე? არა. ეს ჩემი ახალი სატყუარაა. ვინმე მოგყიდა? არა, თავად მოვიფიქრე. რა სიტყვით? მე მსაჯი ვარ და არ მაქვს უფლება აზრი გამოვხადო. რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის. ეს არასამართლიანი იქნებოდა. ისედაც უპირატესობა მაქვს. გავერთობით. თან ფიქრობ, რომ ლუის ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ემა. კარგი რა. რიკი, რა სიტყვი? ეს ანკესები ნერვებს მიშლის, განსაკუთრებით ახლა. და თან უფრო მნიშვნელოვანი საქმეც მაქვს. კარგი ბიჭებო, აიღეთ განაცხადი მონაწილეობისთვის, სანამ არ შეავსებთ, არ დავიწყებთ. ჩემი კალამი სად არის? როგორც ჩანს, წელს ძლიერი კონკურსანტები გყავს. ეს არ მაღელვებს, უძლიერესებს უნდა შეებრძოლო. მაპატიე ლუის, ვერ დაგინახე. მაშასე, შეჯიბრი იწყება. 2 დღე გაგრძელდება. ის მოიგებს, ვინც ყველაზე მძიმე თევზს დაიჯერს. აწონვის შემდეგ ვუშვებთ. ჰუმანური და სპორტული მეთოდია. ეს შეიძლებოდა ნებისმიერს მოსვლოდა. ხშირად წამომიკრავს ფეხი, უბრალოდ შემთხვევითობაა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს შენი ყავი. ხო? და რას მიზან? არ გინდა ლუის, ამად არ ღირს. ნახე, შენი გოგონა გიცავს. არავის დახმარება არ მჭირდება. ხო? თევზაობაც კი არ შეგიძლია. ნიჭიერა. დაივიწყე ლუის. ეს უბრალოდ ლაღბობს. კლეო, ჩემთვის სულ ერთია. ნეით შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს. სახლში მივდივარ. რიკი. აქ რა საკეთებ? შენ რა საკეთებ? პირველი მე გკითხე. მე პირველი გკითხე. რამდენი წლის ხარ? 10-ის?
მამას ვეხმარები ამ სემინარზე. ის სიტყვით უნდა გამოვიდეს. შემომჩნია. მთხოვა მოსულიყავი და კარგი შვილი მეთამაშა. ეს დაუჯერებლად მოსაწყენია. ამაში მართალი ხარ. გონი კარგად ვისაუბრეთ. გამარჯობა. რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? აი. აიღე ჩემი ანკესი. სულ ახალია. მართლა გინდა რომ მონაწილეობა გავაგრძელო? კი. შენ უნდა დაბრუნდე სავარძელში. უნაგირზე. ნიშნულობა არ აქვს. უნდა მიერბინო სანაპიროსთან და დაიყვირო. აი მეც. და შენ ეს რატომ გადარდებს? იმიტომ რომ მე მაღელვებს. მიხარია. კარგია. დაუბრუნდები და ასეც მოვიქცევი. მაგარია. მაგრამ ჯერ რაღაც უნდა შევასწორო. რამდენიმე შესწორება. შეხედეთ და ისწავლეთ. შეხედეთ და ისწავლეთ. კარგი ნამუშევარია, ლეით. კილო და 700. ჯერჯერობით ლიდერობ. მაგარია, ჰეი ლუის, შეგიძლია აკეცო შენი ანკესი. ფოტო გადავუღეთ და გავუშვით. მეც დავიჭირე. ღმერთო, რამ ხელა? ფრთხილად იყავე, ხელი არ მოგაწყვეტეს. აწონი თუ სატყუარად მომცემ. როგორ მიდის საქმე? მშვენივრად, საოცრად. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ნორმალური თევზი რომ დამეჭერა. და აკლეო სად არის? ალბათ სახლში წავიდა. სანდვიჩი არ გინდა? ეს უფრო გავს თევზს ვიდრე ყველაფერი ის, რაც მე დღეს დავიჭირე. ამჯერად ლუისმა რაღაც დიდი დაიჭირა. იქნება სპეხსაცმელია. მიდი. უკვე თითქმის. ერთი შეხედეთ, რამ ხელაა. შენ დაიჭირე. უზარმაზარია. ლანჩესთვის იქით უნდა წახვიდე. აქ მამასთან ერთად ვარ. მან მომიყვანა თავად კი მაგიდის დაჯავშნა დაავიწყდა. რესტორანი კი სავსეა. მაგარია. იქ ვერ დაგინახე ზეინ. კარგი შანსი გაუშვი ხელიდან, რათა რაიმე გესწავლა. იქნებ შენი საქმით დაკავდე და ჩემი ჩანიშვნები მომიტანო ნომრიდან. მე ვსაუბრობ. შესასვლელში მაგიდაზეა. როგორი მომაბეზრებელია. თავად რატომ არ შეუძლია საკუთარი ჩანაწერების მოტანა? იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მდიდარია. მე კი არა. გასაგებია. ლოგიკურია. კარგი მოგვიანებით შევხვდებით. უნდა ვჯამო. მისმინე. მე ვიცი, საკვები სად არის. უამრავი საკვები, ზემოთ ნომერში. ამ სასტუმროში მამა ჩემი ძალიან უყვართ. არა ასეჭირო. მაცივარი სავსეა. და რამე თუ დააკლდება? მით უკეთესი. თითქმის 4 კილოა. დაუჯერებელია.
გაშვებას კი მენანება, თავადაც არ მჯერა. ცხოვრებაში არ მინახავს, რომ სანაპიროსთან ამ ხელათებზე დაეჭირათ რაშია საიდუმლო. ნიჭი და მოთმინება მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი მეცნიერებაა. თქვენს წინაშეა სატყუარას ახალი ნიმუში. ჩემი ნამუშევარია, სწორედ ასეთით დაიჭერთ ამ ხელათებზებს. დღეიდან ისინი გაყიდვაში იქნება. შეკვეთა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომცეთ. ნებისმიერ დროს. მოდით. ამას შეხედეთ. რამდენის ყიდვა შეგვიძლია? რამდენი გინდათ? 3? კარგი, ახლავე. სხვადასხვა ფერები იქნება. სასტუმრო ამ ნომერს აძლევს მამაჩემს. ყოველთვის როცა მას სემინარი აქვს. შთამბეჭდავია თუ ასეთი რამ მოგწონს. მე მომწონს. აქედან მთები ჩანს. გინახავს? მშვენიერია. საერთოდ გინახავს ეს? არა, შეუძლებელია. ჩაკეტილია. ასეც ვიცოდი. რაიმე უნდა მეღონა. სრულ ჭკუაზე მყოფი თევზი ახლოსაც არ მივა ასეთ სატყუარასთან. თუ არ დაარწმუნებ, აუცილებელი იყო ამ ხელა? ლუისი ყოველთვის ზრუნავს ჩემზე. მეც მინდოდა მეზრუნა მასზე. საჩუქარი მეგობრისთვის. კარგი კლეო, მესმის. ყველამ ვიცით ლუისი მოგწონს, მაგრამ ჯობს ყველაფერი მოუყვე. არ შემიძლია. ეწყინება. გაბრაზდება და მერე გაიბუტება. და თან რა მნიშვნელობა აქვს? მშვენიერია. გასაოცარია. ეს ხომ შენთან პატიჟი აქვს. მისმინე. ჩვენ გავიჭედეთ, არა. იქნებ ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს. მშვენიერია. არ უნდა მოვსულიყავი ამ სემინარზე. არც მე. ეს ყველაფერი აფიორას გავს. ღმერთო, რატომ? აფიორას რათა ინვესტორმა მთელი მათი გამომუშავებული ფული გასცეს. მაგალითად მამა შენი და სხვა ყველა. მათ ყუარები არიან. მარც გეკამათებე. გამარჯობა. როგორ ხართ? რჩევა ხომ არ გინდათ? ლუის, საჩივარი მოვიდა. თინოსი ღრმად ბინადრობს წყალში. სანაპიროსთან ვერ დაიჭერდი. მაგარია, მაგრამ მე ხომ დავიჭერი არა? თანაც? აი ამით. ეს ხომ მარტო ზამბარაა. ძალიან ეფექტური ზამბარა. ლუის. ხალხი ამბობს, რომ თაღლეთი ხარ. რა? თქვენ ხომ ნახეთ? თქვენთან ერთად ვიდექი. ხო, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ ვიღაც მოცურდა და შენს უაზრო სატყუარაზე მიამაგრა ეს თევზი. არა. ბოდიში ლუის, მაგრამ არჩევანს არ მიტოვებ. შეჯიბრიდან ვარდები. რა? არა, ბატონო სერტორი. და ასევე ვთვლი, რომ ჩვენთან აღარ უნდა მოხვიდე. ეს რა შუაშია, მისტერ სერტორი? არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი თაღლეთთან ურთიერთობდეს. მამა შენს ეს არ მოეწონება. რა მოხდა? არაფერი. ვამპირად ხომ არ გადაიქცევი? შენთვის არ უნდა მომესმინა. საერთოდ აქ რატომ გამოხვედი? რა? შენ რა სიმაღლის გეშინია? ყველაფერი რიგზეა, ყველას ეშინია რაღაცის. ხო. და შენ რისი გეშინია?
წამოდი. არა, დამინჯერე. არა, არ შემიძლია. დამინჯერე. დამინჯერე. წარმოიდგინე, რომ სურათი ვარ. ან რაიმე რაც მოგწონს. სურათი? ან ნავი, ან მანქანა, ან რაც მოგწონს. რაც ბედნიერს გხდის. უკეთესია? ჰა. გმადლობ. კარგი. მამა შენი სადაა? სემინარი ნახევარი საათის წინ დამთავრდა. ლუის, მაპატია. მხოლოდ დახმარება მინდოდა. ალბათ ასეთი დიდი არ უნდა ამერჩია. არა, პირიქით. გიგანტური კალმარი უნდა აგერჩია. ჯობდა დამხჭვალიყავი, ვიდრე ასე მომხდარიყო. შენ არ ხარ მატყუ არა. მე ვარ. კლეო, იცი ყველაზე ცუდი რა არის? არასოდეს გჭიროდა რომ ჩემი სატყუარა იმუშავებდა, არასდროს გჭიროდა ჩემი. მაგრამ რაიმე უნდა ვიღონოთ. არ გამოვა. გამომაგდეს. მორჩა. გთხოვემა. წამომყევი. შენს გარეშე ვერ გავაკეთებ ამას, დახმარება მჭირდება. საკმარისია, კლეო, უკვე საკმაოდ დააშავე, თან ეს სულელური აზრია. ხვდები? ვიცი მიზეზი არ გაქვს რომ დამეხმარო, მაგრამ ერთი გაქვს. ლუისი. კარგი, წავედით. მამა ჩემი უარესია. მას ავიწყდება დაბადების დღე როდის მაქვს. ეს რა არის? მამა ჩემმა საუს პასიფიკში წამეყვანა. მერე? იქ დავავიწყდი. 10 წლის ვიყავი. იქიდან მარტო გამოფრენა მომიწია. ვიცი რა მგონი გაიმარჯვე. ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ რაც დედა წავიდა. ჩემს მოხუცს არც ისე ვუყვარვარ. მართალია. აი, ამიტომ ხარ ასეთი ვირი. მოკედე. არ არის აუცილებელი ყოველთვის ესეთი იყო. დღეს მამასთან ერთად არ ყოფილვარ. არც მაგიდა მქონია დაჯავშნული. უბრალოდ ფული არ მქონდა. რაც მქონდა სემინარისთვის გადავინახე. შენი ფულიდან გადაიხადე სემინარისთვის. სისულელია ვიცი, მაგრამ ყველა მდიდარი არა. ჩემი მშობლების გაშორდნენ. მუდმივი კამათი ფულისათვის. მე კი არ მინდა რომ მათნაირი ვიყო. დამიჯერე. ფული არაფერს სules. მაგარია, ყოველთვის მეგონა რომ გაგიმართლა. გონი ახლა გაწვიმდება. ამის გამოყენებას აპირებ. არ გინდა ასე საუბარი. ასეთი თავადაც იყიდე. დროს კარგავთ. არაფერი გამოვა. ერთი ამას შეხედე. დაუჯერებელია. შეუძლებელია. სატყუარები კიდევ გაქვთ? არის კიდევ?
გინდა? აიღე. მადლობა. არ მინდა რომ დავსვალდე. ზეინ, რა გჭირს? მთელი დღე ველოდებოდი, როდის მომიტანდნენ ჩანაწერებს და აი ეს მომიტანეს. ჩვენ ყურადღების მიქცევა გვინდოდა და ჩემი ჩანაწერების გაფუჭება გადაწყვეტეთ. ყველაფერი ასე არ იყო. შენ არ გელაპარაკები და ნოიტყუები. სიმართლე გითხრა შეგეძლო უკეთესი გოგონა აგერჩია, რომელსაც მომავალი მაინც ექნებოდა, მაგალითად ქვემოთ სემინარზე, მას რიკი ჰქვია. და ის იყო სემინარზე. ეს ჭკვიანია. მარტო მისი მოტყუება ვერ შეძელით. და კიდევ მე შენი კურიერი არ ვარ, რომ წინ დავკან მარბენინო შენი ფურცლებისთვის. მინდა და მეთქვა სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ არ მოვიტყუები. რიკი მოიცადე. ჩემი პიჯაკი გაქვს. მინდა ორი განცხადება გავაკეთო. პირველი, ლუისი ოფიციალურად აღდგენილია. და ის გამარჯვებული ხდება. მან მოწინააღმდეგეს მარტო 5 გრამით აჯობა. მინდა გითხრათ კიდევ ერთი რაღაც. მოდიში უნდა მოგიხადო ლუის. არ ვიცოდი რომ სანაპიროზე ამდენი თინუსი იყო. არა, ეს არასწორია. თუ ყველაფერი წესების მიხედვითაა, მე რატომ ვერ დავიჭირე თინუსი? უიღბლოები არავის უყვარს ნეით. შენ დამარცხდე. შეეგუე ამას. ზღვა ძალიან იდუმალი რამაა, ლუის. იმედი მაქვს ჩვენ ერთად მოვახერხებთ სათევზაოდ წასვლას. შენი სატყუა რა მინდა რომ გამოვცადო. დიახ, რა თქმა უნდა. და იმედი მაქვს ჩემი სიტყვების სერიოზულად არ მიგიღია კლეოსთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს მოდი. კარგი, დღეს საღამოს მოვალ. კარგი. კარგი. მაპატიებ. ხო, მაგრამ მარტო ერთი პირობით. აღარ დამეხმარო. აღარასდროს. გამარჯობა. სად იყავი მთელი დღე? არსად. შენთან დარეკოს ვცდილობდი, მაგრამ არ პასუხობდი. სად იყავი? ვცდილობდი წვიმისგან დამალულიყავი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ.